საქართველოს დადექი თბილისში მორიგი აქციისთვის ემზადებიან. 20 საათზე რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და დაკავებულების ოჯახის წევრები შეიკრიბებიან. რეპრესიები უკვე ყველას გვეხება, დღეს დუმილი მორჩილებაა. აცხადებენ დაანონსებული აქციის მონაწილეები. რუსთაველამდე მათი ნაწილი მარშით მივა, შეკრებილებს სავარაუდოდ სიტყვით მიმართავს სალომე ზურაბიშვილი. უკრაინა ოტავას კონვენციას ტოვებს. დოკუმენტი ქვეით საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, შენახვასა და წარმოებას კრძალავს. შესაბამის ბრძანებას ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა. რუსეთი არ არის ამ კონვენციის მხარე და მასიურად იყენებს ნაღმებს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია დავრჩეთ შებოჭილნი იმ პირობებში, როდესაც მტერს არანაირი შეზღუდვა არ აქვს. წერს რადას დეპუტატი რომან კოსტენკო. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ირანი რამდენიმე თვეში შეძლებს გამდიდრებული ურანის წარმოების დაწყებას. რაფაელ გროსი CBS News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ იმ ზიანის მიუხედავად, რაც ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს ამერიკისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად მიადგა, თეირანს შეუძლია ცენტრიფუგის რამდენიმე კასკადის ამოქმედება.